სიზმარი ყოველად ამოუხსნელი მოვლენა. მაგრამ სიზმარს არ უნდა ენდო ადამიანი. არ უნდა ენდო. ახლა წმინდა მამები ესეთ რამეს ამბობენ. დავწერთ. საერთოდ განასხვავებენ სიზმრის სამ სახეს. სამი წყარო აქვს ამ სიზმარს, ესე რომ ვთქვათ. ერთი არის ღვთისგან. არის ასეთი სიზმრებიც. აი მაგალითად თვითონ წმინდა წერილში ბიბლიაშიც ფიქსირდება იოსებმა ნახა სიზმარი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ჩვილი იესო ეგვიპტეში წაეყვანა. ესმით არის ესეთი და არაერთი მოკლედ. არის ეშმაკისგან ეს სიზმრები. უმეტესობა. აი იშვიათად შეიძლება ღვთისგანაც იყოს. მაგრამ არის კიდევ ისეთი სიზმარი, თუ დაკვირვები ხართ, აი დღის განმავლობაში რაღაცას ფიქრობ, ძილის წინ რაღაცაზე ნერვიულობ და დაგეძინება და იმას ხედავ. იმ სიტუაციებს რა, ან გამოსავალს თითქოს, ან რაღაცა იგივე დაახლოებით ხდება. ეს ჩვენ ქვეცნობიერში რაც დაილექა, მე რაღაცა ისიც არის. ეხლა რატო არ უნდა ენდოს ადამიანის სიზმარს? დავუშვათ სიზმარი ეშმაკისგან არის. ის ცუდ რამეს გავაკეთებინებს თუ კარგს? ხო და ესე იგი არ უნდა ენდო. დავუშვათ ეხლა ადამიანი იფიქრებს, იქნებ ღვთისგან არის და რომ არ ვენდო და არ გავაკეთო ასე. იქნებ რა ღმერთი გამივინაწყებდეს ამის გამო. და წმინდა მამები ამბობენ, რომ ღვთისგანაც რომ იყოს სიზმარი და შენ თუ მას არ მიიღებ, ეგ არ შესწოდა. ღმერთი არ გაგინაწყენდება ამის გამო. არამედ ეს შენი მხრიდან კეთილგონიერება იქნება, სიფრთხილე იქნება და ღმერთს თუ უნდა სხვა გზითაც გამოგიცემს იმას, რაც სიზმარში ვითომ გითხრა. გესმით? იმიტომ აი ახლა ჩვენ რას გავარჩევთ ერთი შეხედვით, სიზმარი ღვთისგან არის თუ არა? თან თუ ეშმაკისგან არის, მას ახასიათებს ასეთი რამ, რომ შენი ნდობა მოიპოვოს. ეხლა ეშმაკი ხომ აი დავუშვათ შენ ყავს ბიძაშვილი. ყავს ბიძაშვილი. დავუშვათ შენმა ბიძაშვილმა თუ დაიღალნენ გაასეირნეთ ეს ბავშვები გარეთ. დავუშვათ შენმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა, აი დავუშვათ სახლში ილაპარაკეს, რომ მოდი რა ქვია სახელი? მარიამთან მივიდეთ ერთი კვირის მერე. ეს ხო ეშმაკმა მოისმინა, რა უნდა იმის რასაც ადამიანი ამბობს ხმამაღლა, ეშმაკ შეუძლია მოისმინოს. ეს ეშმაკმა მოისმინა. შენ ღამე დაგესიზმრა და გითხრა, რომ ერთ კვირაში შენი ბიძაშვილი მოვა. ეს ჩვენთვის არის უცნობი, მაგრამ მან ხო იცოდა, ხო წავიდა, ხო მოისმინა. ეხლა მოვიდა შენ გეუბნა. ერთ კვირაში მოვიდა შენი ბიძაშვილი. ახლა შენ პირველი უყურე ბიძაშვილებს მართლა მოხდა ეს ამბავი. მე მეორე დღეს დავუშვათ ნახე რომ კლასელმა რაღაცა ბლოკნოტი გაჩუქა. არადა წინა დღით წავიდა დედას უთხრა რომ მოდი ჩემ საყვარელ მარიამ ჩემს კლასელს გავახარებ ერთი ბლოკნოტი უყურე. ესეც ახდა. შენ უკვე ნენელა გჯერა სიზმრების. მესამე დღეს დავუშვათ ნახე რომ შენმა რომელიმე თანაკლასელმა მეორე თანაკლასელს შენზე ცუდი რაღაცა უთხრა. შენ ახლა მიხვედი სკოლაში გჯერა უკვე სიზმრებით და უკვე ასე უყურებ შენ კლასელს. რომელმაც ვითომ რაღაცა უთხრა. სინამდვილეში არ უთქვია. ან მესამეთი მოგატყუა გესმის. მაგრამ შენ უკვე იმდენად გჯერა, რომ ესეც დაიჯერა. რახან ისინი ახდა, რაღა ეს იქნება თქვილი. გესმის და ეხლა უკვე ამ სიზმრისაც გჯერავ შენ. რომ იმან მართლა იმას შენზე ცუდი უთხრა. შენ ამას უღერი ხარ უკვე. არადა შენზე არაფერი არ უთქვია. ეს პატარა მაგალითი. თორე ესეთები უარესები ხდება. ადამიანები ისეთ ჩიხში შედიან ზოგჯერ. ამიტომ ჯობია არ ენდო. საერთოდ თუ არ ითქვა, არ დაიჯერო და არ ახდება. და თუ ენდობი, აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ რაღაცა წამალი გინდა, აფთიაქში შეხვედი. სამივე ერთნაირ კოლოფში, ბევრი წამლებია აქ. და გეუბნება აფთიაქარი, რომ აიღეს რომელიც გინდა. ოღონდ იცოდე რომ აქედან,
აი სიტყვაზე ვამბობ 100 წამალი ხო არის დავუშვათ 10 არის აქედან კარგი სიტყვაზე ვამბობ 10 აქედან არის არაუშავდა და 80 აქედან არის ისეთი რომ მოგწამლავს მაგრამ ახლა არც ერთს არ წერია და აიღე რომელიც გინდა აიღებდი თალევდი ეგ კი არა 100-დან ერთიც რო ყოფილიყო საწამლავი მაინც ვერ აიღებდი ანუ მე ხო ვთქვი რომ სიზმრების უმეტესობა ეშმაკისგან არის და უმეტესობა კი არა 100-დან ერთიც რო იყოს მაინც ვერ აიღებდი იმიტომ რომ ვიფიქრებდი ვაი თუ ის ერთი მე ვხვდება თუ შეგეშინდებოდა არ აიღებდი და არ დალევდი გესმის ამიტომ აი ჯობია არენდო აი ამ სიზმრებს არენდო და წმინდა მამები ამბობენ მეთქი ხო თქვი თუ ღვთისგან არის ეს სიზმარი მაინც არ შესწოდა იმიტომ რომ ეს სიფრთხილეში ჩაგეთვლება და არა ღმერთის უარყოფაში რომ არ მიიღე ის სიზმარი